ბიჭირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხეების ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის პაციენტი და დღეს იქნება გაშლა ივნისისთვის ზოგადი მიმოხილვა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე ვარიანტი, მოდი ეს კოშკი იყოს პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი იყოს დამიძახეთ ახლა რა იყოს. მოდი ეს პირამიდა იყოს. ოდესის პირამიდა. ძალიან ლამაზი არის. ძალიან. წარმატების არის ჩემო კარგებო. გამიჩადეთ. ვინც არჩია პირველი ვარიანტი, ხო? შეგიძლიათ დააპაუზოთ. ზოგადი მიმოხილვა. მოდი ვნახოთ, ვინ არის ეს მამაკაცი ამოხდა პირდაპირ რა უნდა, ალბათ პირადით ვიწყებთ გაშლას, პირადი. აჰა, მიზინგერებული ყავთ. მაგრამ არა უშავს. სამაგიეროდ როგორ არის იცით, მართალია კაცრ ნასტროენიაზე არის ახლა ეს ადამიანი, მაგრამ თან როგორა იცით რო გითხრათ ახლა ამას რაიმეს თავი აქვს თქო, თავი არაფრის არ აქვს და რა ვიცი, აბა რა გითხრათ, თავი ნამდვილად არაფრის არ აქვს. იმიტომ რომ პირიქით რაღაცა კონფლიქტურ ხასიათი არის, რაღაცა ჩხუბის ხასიათზე უფრო არის ახლა ეს. რაღაც უსამართლობა, განუკითხაობას გრძნობს რაღაცა ესეთია. დაბლოკილი ყავთ. რაღაცა გონია შევცთი ამ ადამიანში, ამას რო ადამიანი იფიქრებს, შევცთის რომ იფიქრებს, იქ უკვე მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს ზოგადად. შევცთი არის ყველაზე ძალიან ცუდი ფიქრი და ცუდი სიტყვა. ეს არის სიტყვა, რომელიც ვფიქრობ, რომ არ უნდა გააკონო რა ვიცი ადამიანს. შევცთი აი შენში, შევცთი აი მე. შეცდომა დავუშვი სხვა არის. ხო? საქმე იმაშია, რომ მაგ რაღაც ძალიან უკიდურესულ მდგომარეობაში არის. მართალია მოთმინების ფიალა ამას ამოწურული აქვს. მაგრამ ვერ გაიგო, ესე იგი როგორ მდგომარეობაში არის, იცით, ვერ გაიგო ამ ადამიანმა გამოვიდეს კონტაქტზე თუ არ გამოვიდეს თუ რა ქნას, რაღაცა ესე დაბნეული არის. ფრენჯივით. კარგით და რა სიზამ ბოლო რას გადაწყვეტა ახლა ესეთი ჩამომყალიბებელი ვარიანტი რო ხარ. რას გადაწყვეტა? რატომღაც თქვენგან ელოდება ნიშანს. ახლა ეს ადამიანი თუ გინდათ კონტაქტზე გამოიყვანოთ, ესე იგი თქვენ უნდა მისცეთ ამას სიგნალი. ხალი რო სიგნალს მოგცემს, ეს თემა არის აქ. ქალმა სიგნალი თუ არ მისცა, კაცს ისე არაფერი არ იქნება და ეს ელოდება სიგნალს. დუბიბინეთ. რა სიგნალს ელოდები მაინც რომ ვთქვათ. მიწეროთ უნდათ, კაი, კაცო, რა გახასით. მაგრამ როგორ უნდა მიწეროთ, ისე ძალიან გულწრფელად, ძალიან აი გრძნობით რომ ხართ გამსჭვალული, აი რომ რა შეიძლება მიყვარხარ არ უთხრა, მაგრამ არც ბევრი დაგაკლდეთ, ეს უნდა. აპეტიტი კი აქვს ისე, ჩვენში რო დარჩეს. კარგი, ეს ქალი თუ არ გამოვიდა კონტაქტში, რა სიზამს ამ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. აიშვებს იმ მხრივ, რომ არ გეგონოთ თქვენ ეს, რომ მარტო არის, ამას ყავს ვიღაცა და როგორ არის, იცი, შეიძლება ფული არ აქვს, მაგრამ თქვენ ხომ იცით ერთი უკბილო მოხუცი მამაკაცები რომ არიან, უკბილოები, აი ცალ-ცალი ფეხსაცმელი რომ აცვიათ. და ცალფეხზე შებნეული რომ არის ესენი თასმა და მეორე ფეხზე არა. და ესე შარვალიც რო ესე ჩაჩორჩული აცვიათ და წარმოიდგინეთ ახლა როგორი ძალიან ღრმა ასაკში არის შესული, მაგრამ პენსიას რო აიღებს და ქალი რომ უნდა და რო გაიცინებს და ცალი კვილი რომ ჩანს გვერდზე. ხომ იცით? რაღაცა
ფული არა აქვს, ახლა პენსიას რო აიღებს ადამიანი, მას ფული აქვს და ამ მდგომარეობაში რო გამოიყურება, რა კბილები ჩაისვას ბოლო-ბოლო. გაილამაზოს ფული თუ აქვს. ხო, მაგრამ მაინც ქალებში გარბის. ანუ აქ მე იმის თქმა მინდა, რომ ამას ფული აქვს მაგ თემას კი არ შეიძლება ვიღაცასთან კი აქვს, მაგრამ ვიღაცასთან ეს თემა რადგან მოვიტანე, არა გამორიცხული ზუსტად ამ პოზიციაში იყოს საწყალი. აქ ამას, იმიტომ რომ ენერგია აქ მე არ მიფიქსირდება, რომ ამას ენერგია კონდეს, ან რაღაცა შეეძლოს. პირიქით ეჭვიანი და ძალიან ისეთი ფეხი ამაზე ფეხი რო დაუვაგუნოს ვიღაცამ ცოტა ძლიერად შეეშინდება, გაიქცევა იქეთ. ხო, აქ იმედის დასასრული აქვს. ანუ თქვენ რო არ შეეხმიანოთ, ესე იგი გამოდის, რომ ეს იმედი მაშვება სრულდება, კი თვალს შორიდან დაიწყებს დემდებას, მაგრამ აქ ქალებში სირბილსაც დაიწყებს. ესეთნაირად, აქ არ არის იმაზე, რა ქვია, მაგრამ მე მგონი ახლაც ექნება მაგას დაწყებული. აქ არ არის ფულზე და შეძლებაზე საუბარი. ხო, ეს არის გასართობი ქალები, ეს არ არის სერიოზული ქალები, ჩემო კარგებო. ანუ დაგშორდებათ, ხო. აი მე მაგალითად ივნისის თვეში ვერ გეტყოდით, რომ მაგ რაღაცა განსაკუთრებული ცვლილება იყოს, უფრო მგონია, რომ თავშეკავებული პოზიცია იქნება, კონტაქტეც, რა ვიცი, უღებ გამოჩნდა რაღაცა მოლანდებასავით გამოჩნდა, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ხმის ამოღებას მაინც ვერ გაბედავს. ჩათვალეთ, რომ ლანდი არის, მისი აჩრდილი რაღაცა შეიძლება დაგელანდოთ ბევრ თქვენთაგან. მოკლედ ეს არის პირველი ვარიანტი. და ნახოთ ფინანსები როგორ იქნება პირველ ვარიანტში. პირველი ვარიანტის ფინანსები. შემოდის ათქვათ შენ ფინანსები. არ უყვარს თქვენ ფინანსებს ლაპარაკი. პირველი ვარიანტის ფინანსები კრიზისიდან გამოსვლა. ნუ გეშინიათ. ხო, ვიღაცა მანქანას ყიდულობს, ვიღაცა კი უეჭველი. მაგრამ ეს არის სახლში ან მისთვის რაღაცა ესე საოჯახო თუ რაღაცა ესეთი მანქანა. თან საოჯახოც რომ დავაყოლე მეცინება, ეხლა ნახან ჩემს ლაპარაკზე მე თვითონ მეცინება რა გავაკეთო. კარგით. ფინანსები მანახები, მანქანის ფულს თუ იშოვით, თქვენი ინტერესები საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ფინანსების ახლა მე აქ ვერ შეგგვიძლებით, მაგრამ სტაბილურობა გექნებათ მაინც ალბათ უფრო მეორე ნახევარში. არც პირველი. ნუ მოდი ცოტა შევი, იმიტომ რომ პირველშიც რაღაც სიხარული გიჩანთ აქ, მაგრამ არის რაღაც მაინც სტაბილურად შემოსავალი, ესე რო გითხრათ, რომ აქ ახლა მშიერი იქნებით ან რაღაცა ძალიან დიდი კრიზისი არ ჩანს. კმაყოფილებაც მთლად არ ჩანს, მაგრამ ნუ კარგად იქნებით მაინც. არ შეგეშინდეთ პირველ ვარიანტი. სულ ეს იყო ჩემო კარგებო, მთლად ისეთი რა ვიცი, შეიძლება კარგი ვარიანტია კაცო თქვენთვის, რა ვიცი, თვისთვის როგორ. ეს ულამაზესი სისურვილების და წარმატების ლოტოსი, სხვათა შორის ლოტოსი ნიშნავს იმას, რომ ზუსტად წარმატების არის, ეს თუ ამოდის სხვათა შორის ესეთი ყვავილი ლენორმანის დასტაში, იქ არის რამდენიმე ყვავილები, სულ ყოველთვის კარგის ნიშანია, წარმატების ნიშანია და რაღაცა ესეთნაირად, ხო? მეორე ვარიანტი, თქვენ შემთხვევაში პირადით დავიწყოთ, რა ხდება მეორე ვარიანტთან პირადში. მეორე ვარიანტი. თითქოს თან რაღაცას ჩქარობთ, მაგრამ რას ჩქარობთ? სიყვარული გინდათ? ვისაც არ აინტერესებს პირდაპირ შეგიძლიათ ფინანსებზე გადახვიდეთ. პირველი ვარიანტი, ჩემო კარგებო. ღვთისმშობლობა გიამარხლა ეს რას ნიშნავს მაინც. მეორე ვარიანტი უბრალოდ პირველი ვთქვი შემერია. რაღაც დაბნეული სიტუაცია კი არის. აქ რა არის, იცით, რაღაც ალბათ დაგაბნევთ. მე ვფიქრობ, რომ ხო, ეს მუნჯი ტიპაჟი ვისაც აკყავთ ახლა და მუნჯურად აგვარებს ურთიერთობას, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ზუსტად დაგაბნევთ, თქვენ რაღაც ექნება ისეთი მოქმედება ამ ადამიანს, მაგრამ
ნახეთ, ცოტა მოდი ასე გეტყოდით, კი ბატონო, აქ გრძნობა ნამდვილად მიფიქსირდება, ჩემო კარგებო, უბრალოდ რა არის, იცით, თავი არ გადაიღალოთ, არ გადაიტვირთოთ, რაღაცა უფრო გადატვირთვა მიფიქსირდება საკუთარი თავის მეორე ვარიანტში. ამ შემთხვევაში ცოტა მეტი სუბუქად უნდა იყოთ, ხო? იმიტომ რომ რაღაც აი თქვენთანაც რაღაც როგორ არის, იცი? რაღაც აი ამ გრძნობებში ნახეთ, შეიძლება თქვენ მეტს გასცემთ, ან მეტი გინდათ რაღაც ისეთი ხდება და ასე ვერ ღებულობთ, აი საპირისპიროდ ღებულობთ, ანუ ზუსტად იმას ვერ ღებულობთ, აქ გრძნობა ნამდვილად არის. გამის შეცვლის ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. შეცვლა ის იქნება, რომ აუცილებლად კონტაქტი, შეხვედრა რაღაცა ან შემოbrunება. მაგრამ ნუ ის გართულებული ფორმით არა, მაგრამ პასუხის მგებლობის აღება და ესეთ რაღაცები არ მიფიქსირდება ნამდვილად ამ ადამიანიდან. კიდევ არის რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ მეორე ვარიანტში მამაკაცები უნდა გააქტიურდნენ ზოგადად სხვადასხვა კუთხიდან ბევრ თქვენთაგანთან. ხმას არ იღებს და რა ვქნათ და ეს იყო რაღაც როგორ არის, იცი, ალბათ ბევრთან როგორ არის, იცი, მისი სიჩუმე ცოტა დაგაბნევთ ივნისის თვეში. მე გეტყვით, რომ ივნისის დაახლოებით შუა რიცხვებიდან ცოტა ადრე კიდე ძალიან კარგი პერიოდი იწყება წყლის ნიშნებისთვის და ზოგიერთებისთვის, ხო, ჰაერის ნიშნებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდი იწყება. პირადში მაინც მე მგონია იყო მისი სიჩუმე და რაღაც კი ბატონო ექნება მოქმედება, მაგრამ ცოტა რაღაცები დაგაბნევთ, გადაგხლით, პასუხისმგებლობას რამეს არ იღებს მნიშვნელოვანი, ისეთი არაფერი არ არის. ნახოთ მეორე ვარიანტის ფინანსები როგორ იქნება. ეს არის ზოგადი მიმოხილვა, რა თქმა უნდა, შიგადაშიგი იქნება, ჩემო კარგებო, გაშლები და ანუ მთლად ამაზე ნუ დაპროგრამდებით, ხო? ფინანსები როგორ იქნება. ძლიერი ქალბატონი ხარტფული მოდის მეორე ვარიანტში. ფული მოდის, მაგრამ ფრთხილად იყავთ, რაღაცა ცოტა დანაკარგი არ იყოს ასევე. თუმცა არის ეს ფინანსები მონახებით. მეორე ვარიანტი, თუ ვინმე რამე იცით, ბარაქაზე გააკეთეთ. ცოტა გააკეთეთ. რაღაც ნახეთ, როგორ არის. იცი, არ მომწონს თლად ახლა ეს ენერგიამი, არ მომწონს მეორე ვარიანტში. ცუდი არ არის, შემოდის, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც თითქოს ის არის შეფერხებები. ამიტომ მე ესეთ რაღაცას გეტყვით, ითხოვეთ ღვთისწყალობა, რომელ ეგრეგორში ხართ, თუ აქ ეხლა ხართ და რიტუალები და რაღაცეების ესეთ დაგროვებას პატარა თანხებისას მაინც შეძლებთ. ნახეთ, კი, შეძლებთ. ამ შემთხვევაში აი რიტუალი რამე თუ იცით ბარაქისთვის გააკეთეთ აუცილებლად. საჭირო არის აქ რაღაცები გჭირდებათ მეორე ვარიანტი. манифестация რაღაცები გამოიყენეთ, გაიგეთ, რომ უფრო გაიხსნას და წამოვიდეს ხო თანხები. ეცეთ რა გითხრათ? კარგი. შევიკავებ თავს, მოდი მანახე კიდე ფინანსები მეორე ვარიანტში. ნახეთ, მთლად ესე მათ უსახსროთ არ ახართ პრინციპში, მაგრამ რაღაცების ცოტა დახმარება გჭირდებათ, ხო? ვინ შეიძინეთ ჩემი ისანი, რა ქვია, ელექსირები შეგიძლიათ ესენიც გაიაქტიუროთ, ნუ იხმაროთ, გამოიყენოთ, ხო? სახში დასადებად არ მასქნია
არ მომიცია ისენი, ხო? ჩვეულებრივად წაიწყეთ. გინდა, არ ვიცი, სადაც გინდათ იქ წაიწყეთ, კაცო. კაი ადგილას ოხონდ. კარგი, გააკეთეთ რიტუალი, რამე შემოbrunდება ამ შემთხვევაში. ხო, ამ შემთხვევაში შემოbrunდება კი. ნახეთ, მაგრამ აქ ასევე გამომუშავება, აი შეიძლება საქმე სამუშაო იქნება, ანუ გამომუშავებაზე არის აქ ნახეთ, მაგრამ შეიძლება ნახეთ რა არის ცოტა გაუთვალისწინებელი ხარჯებიც კი ფიქსირდებათ მეორე ვარიანტში. Rați წმენდა თუ იმას გჭირდებათ ფინანსური ხეს გაწმენდეთ გასუფთავეთ ცოტა მიხედეთ რაღაცებს გააკეთეთ. მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ ახლა აქ ყველასთვის ერთი და იგივენაირად არ არის. თუმცა უთლად ისევ არ ცუდი მდგომარეობაც არ გაქვთ, ხო? ნუ სულ ეს იყო ივნისის თვე, მე გისურვებ წარმატებებს და გამშვიდობებით დროებით.